დაბასურამში ცენტრალური სტადიონის სრული რეაბილიტაცია მიმდინარეობს. Პირველ ეტაპზე ხორციელდება დაზიანებული ტრიბუნების დემონტაჟი და დამცავი კედლის მოწყობის სამუშაოები. ასევე იგეგმება სადრენაჟე სისტემისა და გასახდელების გაკეთება. როგორც ხაშურის მერის ინფრასტრუქტურის სამსახურის უფროსის მოვალეობის შემსრულებელი ვეფხვია ბლიაძე ამბობს, სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარე წელს დასრულდება და შესაძლებელი იქნება რაგბის და ფეხბურთის ტურნირების მასპინძლობა. საერთო ჯამში კი სტადიონი თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად მოეწყობა და აღიჭურვება. პროექტი ადგილობრივი ბიუჯეტიდან ფინანსდება და მისი საერთო ღირებულება 1,41,230 ლარს შეადგენს. როგორც მოგეხსენებათ, ხაშურის მუნიციპალიტეტის მერია ეტაპობრივად ახორციელებს ინფრასტრუქტურულ პროექტებს, მათ შორის საგზაო ინფრასტრუქტურის მოწყობა, სპორტულ-გამაჯასაღებელი მოედნებისა და სტადიონების მოწყობას. გასულ წელს დაიწყო მნიშვნელოვანი პროექტი დაბასურამში სტადიონზე სამაყურებლო ტრიბუნების და დამცავი ნაგებობების მოწყობა, ასევე სპორტსმენებისათვის გასახდელებისა და სხვა დამხმარე ნაგებობების მშენებლობა. ამ ეტაპზე აქტიურად მიმდინარეობს მშენებლობა. დაგეგმილია მიმდინარე წელს აღნიშნული ობიექტზე სამუშაოების დასრულება, რომელიც უზრუნველყოფს როგორც დაბასურამში ახალგაზრდა სპორტსმენების, ასევე სხვადასხვა სახის ტურნირების ჩატარებას, როგორც რაგბში, ისევე ფეხბურთში.